საერთოდ ინვაზიური სახეობა, რომელიც ახალი შემოდის, ყოველთვის გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ეს სახეობა მეორეჯერ შემოვიდა უკვე საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ. ვნახოთ თუ მომრავლდა თუ ასე კარტზე მკითხაობა არ არის, უნდა გაკეთდეს მოდელირება, რა პირობები ჭირდება ამ თევზს იმისთვის, რომ გამრავლდეს, არის თუ არა შავ ზღვაში ესეთი პირობები. ამიტომ ჯერჯერობით ესე თქმა, რომ თუ მომრავლდება, დია, რატო არ გამრავლდა მაშინ, რომ შემოვიდა ერთხელ. ხო, აი ნახეთ, თუმცა დაშვებაზე არც ერთი მხრივ არხეინობა ალბათ გონივრული და არც მეორე მხრივ ძალიან რაღაცა პრობლემის გაზვიადება და შავი ზღვა არის ცოცხალი ეკოსისტემა. დაკავშირებულია ხმელთაშუა ზღვასთან. ხან რა შემოვა იქიდან და ხან რა შემოვა. ეს არის ნორმალური პროცესი. არ ვთვლი იმ ადამიანს მეცნიერად, რომელიც თუთუობაზე მსჯელობს. უნდა იყოს ფაქტებზე აგებული მოდელირება, ვთქვათ, რა ტემპერატურა აი ამ მოდელირებას ალბათო ნათია, ვინ უნდა აკეთებდეს სახელმწიფო, ისი პრეროგატივა არის ეს ამბავი. რატო მეცნიერები, ვისაც აინტერესებს ეს ამბავი და ვინც მუშაობს. ტემპერატურა როგორი ჭირდება ამ თევზს, მარილიანობა როგორი ჭირდება, მისი ვერსატილობის, ანუ შეგუებულობის, როგორი სიცვლება ხარისხი მისი შეგუებულობის იცვლება სპეციალურად, არის შეგუებული ფართო დიაპაზონს მარილიანობის, ფართო დიაპაზონს ტემპერატურების, მაშინ უფრო მეტი შანსია, რომ შეიძლება შემოვიდეს კიდე და დაფუძნდეს. ხმელთაშუა ზღვაში როგორია მისი რიცხოვნობა, რამდენად დასჭირდება წყალებში ამ თევზს, რომ შემოვიდეს შავ ზღვაში, რომელიც დაბალი მარილიანობით გამოირჩევა, შედარებით დაბალი ტემპერატურით, ვიდრე ხმელთაშუა ზღვა არის. აი ეს ყველაფერი არის, ასე ვთქვათ, ასაწონ-დასაწონი და მერე უკვე ამის საფუძველზე გასაკეთებელი რამდენად შეიძლება ეს თევზი გამრავლდეს შავ ზღვაში და მონიტორინგი, რომ ესეთი ჭერები ჩასატარებელი და რამდენ ჭერიულში ვთქვათ, შეგვხვდა ეს თევზი. ეს ყველაფერი ალბათ უნდა ითაოს გარემოს დაცვის სამინისტრომ, დაუკვეთოს ვინმე მეცნიერს.